ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-17 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავს მიეძღვნა. 4დღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოქსფორდის, ინსბრუკის, ედინბურგის, პიზას უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები. ვარძიის კონფერენციის მნიშვნელობა განისაზღვრება უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების, შედეგებისა და მეთოდოლოგიის გაზიარებით. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ქართველ სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილება და სხვა ქვეყნების კვლევების გაცნობის შესაძლებლობა. მე არ მეგობრება სხვა ესეთი კონფერენცია სოფლიო დონეზე, რომელსაც ასეთი ხანგრძლივი ისტორია. ამ ახალგაზრდა სპეციალისტებზე არის გაკეთებული აქცენტი და ჩვენ ძალიან გვინდა რომ ისინი მოგვივლინონ მეცნიერების დიპლომატიის წარმომადგენლებად, როგორც ჩვენს მათ განვიხილოთ როგორც ჩვენს ელჩებს საზღვარგარეთ და მეგობრებს და რომლებიც რა თქმა უნდა გაუწევენ პოპულარიზაცია საქართველოს უძველეს ისტორიას და არქეოლოგიას. ეს კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის თავს. ამ კონფერენციის მიზანი გახლავთ ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგების ხელშეწყობა იმისათვის, რომ მოხდეს მათი სწრაფი ინტეგრაცია ევროპის სამეცნიერო სივრცეში. ამ კონფერენციების მიზანი არის ახალგაზრდა არქეოლოგების ჩართულობა გამოიწვიოს სამეცნიერო სფეროში, ასევე კავშირი დამყარდეს უცხოეთში არსებულ ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის. ჩემი დღევანდელი პრეზენტაცია სწორედ ივანე ჯავახიშვილს ეხებოდა, სადაც საზოგადოებას გავაცანი მისი ცხოვრება და მისი ღვაწლი, როგორც სამეცნიერო სფეროში, ასევე განსაკუთრებით არქეოლოგიაში. I'm so glad მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს მონაწილეობა მივიღო ვარძიის კონფერენციაში. მისი დიდი ნაწილი იძლევა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქართველი სტუდენტებისთვის, გაეცნონ სწავლის, კვლევის საერთაშორისო მეთოდებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ უახლეს შედეგებს სამეცნიერო კუთხით.